ესეც ნოდარ დუმბაძის სახელობის საიუბილეო 10 ფესტივალის მარათონის მესამე დღეა. ესე მშვენივრად დაიწყო და მომეცნდება ნიკუშას ნიკოლოს გადავწე ფესტივალის დიპლომი. სპეციალური პრიზი ჩვენი ფესტივალის სპონსორების ექსკლუზიური ხურჯინი გამოჩოქცი მძიმეა და შეնում გილოცავთ ამ ფესტივალის მეხუთე თუ არ ვცდები ესეთ მრგვალ თარიღს. იმიტომ ნამდვილად ჩვენთვის რეგიონის თეატრებისთვის და ქართული თეატრისთვის ზოგადად ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რადგან ატარებს ისეთი სახელს, რომელიც ნოდარ დუმბაძეს, რომელიც ჩვენთვის უკვე რაღაცნაირად გესიძლევა საით უნდა წავიღოთ და ყველა ვცდილობთ რაღაცა ესეთი გამორჩეულით მივიღოთ ხოლმე მონაწილეობა. ჩვენც ჩამოვიტანეთ ესეთი პოეტური სპექტაკლი გიორგი ლობჟანიძესთან ერთად გავაკეთეთ ეს თავის დროზე და არაჩვეულებრივად ასრულებენ მაკა და დათო დარჩია და მაკა შალიკაშვილი. მე მგონი მე ყოველ შემთხვევაში ისეთი მოტრფიალი ვარ გალაქტიონის, რომ ძალიან სიამოვნებს ხოლმე ამ ტექსტის მოსმენა ყოველ ჯერზე. იმიტომ ყოველ ჯერზე ნამდვილად სხვა სახეებს აკეთებენ, ქმნიან საინტერესოს და დარწმუნებული ვარ ოზურგეთის ამ ფესტივალისთვის ესეც იქნებოდა მორიგი ესეთი სიტყვა გორის თეატრიდან. ბედნიერი ვარ რომ მივიღე მეორედ უკვე ამ ფესტივალში მონაწილეობა. პირველად მე გახსნა რომ გაიხსნა ეს ფესტივალი დაარსდა ასე ვთქვათ. მაშინ მივიღე მონაწილეობა, ჩვენ გავხსენით ეს ფესტივალი. ოღონდ მაშინ ჩემ თეატრთან ერთად ვიყავი, რუსთაველის ეროვნულ თეატრთან ერთად და ვანო და ნიკო ვითამაშეთ. და ის ემოციები რაც მივიღე როგორც მახსოვს და დაულოცეთ რაღაცნაირად ეს ფესტივალის გზა დაულოცეთ. აგერ უკვე მეორედ მოხვდი, ოღონდ გორის თეატრთან ერთად დიახ და რა ვიცი, იგივე ემოციებია, იგივე მაყურებელი, ფანტასტიკური ემოციით შეხვდა რაღაცნაირად გრძნობთ, ხო იცით, ახლა ყოველთვის გრძნობთ თუ როგორ შეხვდება მაყურებელი. დიდი მადლობა ფესტივალს და მე დარწმუნებული ვარ, რომ უფრო
უფრო გახურდება ეს ფესტივალი და უფრო მეტი თეატრები და მეტი ქვეყნებიდან ჩამოვლენ დასები და შემოთავაზებენ ამ წერილ მაყურებელს თავიანთ ნამუშევრებს. დღევანდელ დღეს აქ თამაში ჩემთვის მინდა გითხრა და არ დავმალავ რომ იყო აი ვერ აგიხწერთ როგორ ნერვიულობდი. საოცრად ნერვიულობდი. განა იმიტომ რომ ვერ მოვახერხებდი თქვენ გულებამდე მოღწევას, არა. მინდოდა რომ ძალიან კარგი ყოფილიყავი და წარმომეჩინა ჩემი საყვარელი ერისთავის თეატრი. იმ თეატრის სცენაზე, რომელიც მე ძალიან მიყვარს. ვთვლი რომ არაჩვეულებრივი დასი ხართ, გაგტყავთ და ძალიან მიყვარს თქვენი სამხატვრო ხელმძღვანელი აწყვე დირექტორი ბატონი ვასილ ჩიგოგიძე, არის ჩემი მეგობარი. მოკლედ, რაც შეეხება ფესტივალის მნიშვნელობას, უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მე დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ და ნოდარ დუმბაძე, რომელიც მთელი თავისი შემოქმედებით, მთელი თავისი ცხოვრებით, თავის არა მარტო შემოქმედებით, არამედ პირადად თავისი ცხოვრებით არის სამაგალითო, არის ყოველი მისი ფრაზა და სამახსოვრებელი, ყოველი მისი, არ ვიცი, აი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ფესტივალის ჩატარება და ახალგაზრდა თაობის ამ ფესტივალებზე გაზრდა სპეციალური
Easy ექსკლუზიური დუმბაზის ფესტივალის. სატონებო ჩვენი ფესტივალის სპონსორების ხურგინი, რომელიც ძალიან ძიმია. უპირველეს ყოვლისა მივესალმები ფესტივალს, საიუბილეო მეათე ფესტივალს. ეს არის ჩემი უსაყვარლესი მწერლის ბატონი ნოდარ დუმბაძის სახელობის შესანიშნავი ფესტივალი, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ბატონმა ვასო ჩიგოგიძემ. მე მინდა მადლობა უთხრა მას და ყველა იმ ხარდამჭერს ფესტივალისა, რომელიც უზრუნველყოფს უკვე 10 წელიწადია, რომ ესე მაღალ დონეზე ჩატარდეს ფესტივალი, რომელიც უკვე გახდა საერთაშორისო. წარმატება ყველა კოლექტივს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩოხატაურში, ჩემ მშობლიურ მხარეში ვთამაშობთ ვაჟა-ფშაველას ამ შედევრს. ეს არის ერთობლივი კოპროდუქცია თეატრალური უნივერსიტეტის და დმანისის თეატრის. ეს ბავშვები, რომლებიც დღეს თქვენ სცენაზე იხილეთ, არიან ჩემი სტუდენტები. ეს იყო ჩვენი საკურსო სპექტაკლი და ბევრ მათგანს თქვენ მერე მომავალში იხილავთ დმანისის თეატრში, იმიტომ რომ თან ჩემი ჯგუფია და თან ეს თეატრი ითხოვს ახალგაზრდებს. ამ თეატრში აუცილებლად ბევრი ახალგაზრდა უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩავიდეთ დმანისში და იქ ბევრი ქართული საქმე ვაკეთოთ. უღრმესი მადლობა ფესტივალს. ფესტივალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ აი საერთაშორისო ფესტივალები ძალიან კარგია, აი ურთიერთგაცვლა ხდება შემოქმედების, რაღაც ახლის უძიება, სანახაობა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი და დიდი საქმე კეთდება. ამ ჩვენმა სპექტაკლმა, რა ვიცი, მე მგონი მაყურებელმა ძალიან კარგად მიიღო და ამისთვის დიდი მადლობა გურიას, რა ვიცი, ჩოხატაურს, ოზურგეთს, სულ ყველას და ჩამოსული მაყურებელიც იყო, მარტო აქაური მაყურებელი არ იყო და ვფიქრობ, რომ აი ეს ბატონ გიორგის და ეს ჩემი ერთობლივი, ასე ვთქვათ, ნამუშევარი და მისი კონცეფცია სწორედ ის არის, რომ აი ეს კლასიკა რაც არის, აი ეს დიდი და ბუმბერაზი ვაჟა და ჩვენი, ასე ვთქვათ, სავიზიტო ბარათი, სტუმარ მასპინძელი მაყურებლამდე, ახალგაზრდებში, აი რაღაცნაირად ისე ახლებურად მოიტანოს და ზუსტად აი ეს ფორმა, რაც თქვენ ნახეთ დღეს, მე ვფიქრობ, საინტერესოა. მე ვფიქრობ, საინტერესო და უჩვეულოა და მაყურებელმაც ზუსტად ისე მიიღო. დიდი მადლობა ფესტივალს, მადლობა. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ ფესტივალს ჩვენი მოწვევისთვის. ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი ფესტივალი ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძალიან მაღალხარისხიანი ფესტივალი, რომელშიც იდგმება მხოლოდ და მხოლოდ ქართული პიესები, ქართული ავტორების და ეს ამ ყველაფერს ეს ფესტივალი ძალიან ღირსეულად და ძალიან მაღალ დონეზე ართმევს თავს. დიდი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო გურულ-მაყურებელთან შეხვედრა. მეგობრები მყავს ოზურგეთის თეატრში, პარტნიორშიც იყვნენ, მოვიკითხავ ყველას. ეს არის კოპროდუქცია სტუმარ მასპინძელი, დმანისის ზინაიდა კვერენჭხირაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესიონალური მსახიობები გაერთიანებული ბატონი გიორგი სიხარულიძე და ქალბატონი თიკო კორძაძე, დამდგმელი რეჟისორი ბატონი გიორგი, რეჟისორი ქალბატონი თიკო კორძაძე. ჩვენ ამაზე ბევრი ვიმუშავეთ, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. ყავდა სპეციალურად მოწვევით ქისტი გოგონა ლანა, ქალბატონი ლანა, რომელსაც ყველაფერს აბსოლუტურად ნიუანსებში გვამუშავებდა, რა თვალია, ზუსტად ის ზოგი მივიწყებული სიმღერაც არის გაცოცხლებული ამ სპექტაკლში, რაც ადრე ქისტეთში ცოცხლობდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია კიდე ამ კუთხით ეს სპექტაკლი. რა თქმა უნდა, ვაჟას აუცილებლად უნდა შევეხოთ, ვაჟასთან შეხება არის ურთულესი და უდიდესი სიამოვნება ჩვენთვის. მე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ გიორგის, ქალბატონ თინათის და ჩემს ჯგუფელებს და ზინაიდა კვერენჭხირაძის თეატრის მსახიობებს, რომ ერთად მე მგონი ამ ყველაფერს ძალიან ღირსეულად, ძალიან ქართულად თავი გავართვით. ფესტივალს ყოველთვის მოუთმენლად ველოდებით ჩოხატაურში და მართლაც ზეიმია ეს ჩვენთვის და დღეს რაც ვნახეს, არ ვიცი, მოკლედ ემოციებიდან ვერ გამოვდივართ. ძალიან ემოციური იყო
სასიხარულოა რომ ასეთი თეატრი წარსდგა ჩოხატაურის სცენაზე და დიდი მადლობა მათ ამ შესანიშნავი წარმოდგენისთვის. სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი შესანიშნავი სპექტაკლი მეჟიუის წევრიანო, ამიტომ შემიძლია თქვა, ბატონი ვახტანგ ნიკოლავა თეატრის ხელმძღვანელი და გთხოვთ ბატონო ვახტანგ მოგბრძანდეთ და მიიღოთ ნოდარ დუმბაძის სახელობის საიუბილეო მეათე მეხუთე საიუბილეო ფესტივალის დიპლომი. ესეც ჩვენი ფესტივალის სპეციალური პრიზი. და ბატონი ზაზას გვიხსნა ჩვენი ფესტივალის სპონსორების სპეციალური ხურჯინი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო. ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფესტივალი უმნიშვნელოვანესია რეგიონში, იმიტომ რომ ის აძლევს საშუალებას რეგიონალურ თეატრებს და არა მარტო რეგიონალურ თეატრებს აჩვენოს თავის ნამუშევრები, კიდევ ერთხელ მოიზიდოს მაყურებელი და გააცნოს თავისი რაღაცა ის ვაწლი, რომელსაც ცდილობს ყველა თეატრი დარწმუნებული ვარ და ამისთვის დიდი მადლობა. რა თქმა უნდა გურიას, ბატონ ვასო ჩიგოგიძეს, მუნიციპალიტეტს, ყველა იმ ადამიანის, ვინც ბატონ ვასოს უდგას გვერდში და ამ ყველაფერს, ამ ხელას შრომას აფასებს და ჩვენს გვიხარია ეს ყველაფერი. მივესალმები ასეთ ფესტივალს. ოზურგეთში ეს უკვე რამოდენიმე წელია ტარდება და წელს პირველად ღებულობს მონაწილეობას და აღფრთოვანებას ვერ მალავ აპლოდისმენტებს მაყურებლისგან და დიდი მადლობა მათ ყველაფრისათვის, ამ დღევანდელი დღისათვის. არაჩვეულებრივი დადგმა იყო, ძალიან ვისიამოვნე. მე პირადად გამიცოცხლდნენ სცენაზე ილიასეული პერსონაჟები, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ეს ფესტივალები, რადგანაც თეატრი ნამდვილად არის ის სივრცე, პირადად ჩემთვის და ზოგადადაც ვფიქრობ, რომ ასია, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო რაღაც ახალი, აივსო დადებითი ემოციებით, გახდე უფრო კეთილშობილი, ვიდრე იყავი და ამავდროულად არის განტვირთვის არაჩვეულებრივი საშუალება.